პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა უკრაინისგან. ჩვენ მონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართული ხალხი გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. რამდენად მნიშვნელოვანია ბატონო დირექტორ ამ ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ ხეობის განცხადებიდან, რომ საქართველოს არ შეუწყოთ ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ხარი დაუჭირეთ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან პარი და ძალიან მკაფიო. ამას გარდა თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან ფართოა ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა უკრაინის მიმართ. აქ იგულისხმება მათ შორის ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში. აქ იგულისხმება ასევე, რა თქმა უნდა, ის რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26,000 ტოლოს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება. სხვადასხვა თვალსაზრისით განსაკუთრებულად ზრუნავთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ბავშვებზე, მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში, მათ შორის უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია თანადგომა გამოვხატოთ მაქსიმალურად უკრაინელი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობაც არის ამის კიდევ ერთი გამოხატული. დასალმოვნად როგორ გაგრძელდება ბატონო ირაკლი ეს დახმარების პროცესი და ზოგადად ურთიერთობები, რომლებიც ახლა ქვეყანაში შეიძლება თქვენ მიმართ ისიც არის ცალკეული განცხადებებს დაუხარისხებთ, ცალკეული განცხადებებს. ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები, ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის თქვენ გახსოვთ, მოხდა საქართველოსთან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება უკრაინიდან. ეს არ იყო, მე ვიტყოდი, მართებული ნაბიჯები, თუმცა რა თქმა უნდა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ვერ დაუდგება წინ ჩვენს ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ დავაფიქსირებთ დღეს საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატავთ კიდევ ერთხელ ჩვენ მზადყოფნას, რომ რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში.